50-ზე მეტი სახის მომაკვდინებელი ონკოლოგიური დაავადების დამარცხება პირველი სიმპტომის გამოვლენამდე შეიძლება. მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური სისხლის ტესტი სახელად გალერი, რომელსაც ერთი მარტივი ანალიზით 10-ობით სახის კიბოს აღმოჩენა შეუძლია. ჩვენ ვიცით, რომ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა არის საუკეთესო შანსი, რომ რეალურად შევცვალოთ კიბოთის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. კიბოთი გარდაცვალების უმეტესი შემთხვევა მოდის ისეთ სიმსივნეებზე, რომლებზეც საერთოდ არ ვატარებთ სკრინინგს. არავინ აკონტროლებს მათ. როდესაც ორგანიზმში სიმსივნური უჯრედები ჩნდება, ისინი სისხლის მიმოქცევის სისტემაში თავიანთი დნმ-ის მცირე ფრაგმენტებს ტოვებენ. ტესტისთვის იღებენ სისხლის ჩვეულებრივ ნიმუშს, გამოყოფენ ამ ფრაგმენტებს და უახლესი ტექნოლოგიით ეძებენ სპეციფიკურ ქიმიურ კვალს. ტესტი 85%-ზე მეტი სიზუსტით მიუთითებს კონკრეტულ ორგანოზე, სადაც სიმსივნეა. გალერის ტესტი სისხლში ეძებს დნმ-ს, რომელსაც სიმსივნეები გამოყოფს. თუ ის ხედავს ამ დნმ-ს, მაშინ წინასწარ განსაზღვრავს, სად მდებარეობს კიბო. ასე რომ თუ პასუხი იქნება, კიბოს სიგნალი აღმოჩენილია, სავარაუდო მდებარეობა საკვერცხე, ექიმმა იცის, რომ მენჯის-ღრუს გამოსახულებითი კვლევა უნდა ჩაატაროს. გალერის ტესტს პირველი გადარჩენილები ჯერ კიდევ კლინიკური კვლევის დაწყების ეტაპზე ჰყავდა. კალიფორნიაში სრულიად ჯანმრთელი კაცი მოხალისედ ჩაერთო კვლევაში. მას პანკრეასის მეორე სტადიის კიბო აღმოაჩნდა. სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, წამლებს საერთოდ არ ვიღებდი. კარგად ვიცი, რომ პანკრეასის კიბო ცნობილია როგორც სასიკვდილო დაავადება. საერთაშორისო მასშტაბურმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტესტის სიზუსტე 99.5%-ია. ეს ნიშნავს, რომ ცრუგანგაშის ალბათობა თითქმის ნულოვანია. ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ მას განსაკუთრებული ინოვაციური მოწყობილობის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ტესტი ჯერ კიდევ გადის საბოლოო რეგულაციებს. ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ კოლოსალ ბიოსაიენსმა სრულიად ხელოვნურ გარემოში ბუნებრივი კვერცხის ნაჭუჭის გარეშე 26 ცოცხალი წიწილა გამოჩეკა. წიწილები ლაბორატორიაში 3D პრინტერზე დაბეჭდილ სპეციალურ 6-კუთხედ კონსტრუქციებში გაიზარდნენ. როდესაც ხელოვნური კვერცხიდან გამოსული წიწილა ხელში ავიყვანე, პირველი რაც გავიფიქრე იყო, ეს საოცრებაა, როგორ გამიმართლა, რომ ამ ცხოვრებით ვცხოვრობ. ეს გავს ყველა ადამიანური ემოციის ერთდროულად განცდას. ხელში გიჭირავს პირველი არსება, რომლისთვისაც ამდენმა ადამიანმა თავდაუზოგავად იშრომა. კომპანიის მთავარი მისია გადაშენებული ცხოველების დედამიწაზე დაბრუნებაა. ეს კონკრეტული ექსპერიმენტი მათ დასჭირდათ ფრინველების გამრავლების ბარიერის ზომის შეუსაბამობის გადასაჭრელად. კომპანია გეგმავს ახალი ზელანდიის გადაშენებული გიგანტური ფრინველის მოას გაცოცხლებას. პრობლემა ის არის, რომ მოას კვერცხი ჩვეულებრივი ქათმის კვერცხზე 80-ჯერ დიდია. მაშინაც კი თუ მეცნიერები მოას დნმ-ს სრულად აღადგენენ, დღეს ბუნებაში არ არსებობს ფრინველი, რომელიც ფიზიკურად შეძლებს ასეთი გიგანტური კვერცხის დადებას ან მის ინკუბაციას. ჩვენ არ გვინდოდა დავლოდებოდით იმ დროს, როცა გიგანტური მოას დაბადებისთვის მზად ვიქნებოდით. ჩვენ გვინდოდა, რომ სუროგაციისა და დაბადების საინჟინრო გამოწვევებზე მუშაობა ახლავე დაგვეწყო. ეს კი ამ პროგრესისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მეცნიერებმა ნეპტუნის იდუმალი მთვარის ნერეიდას წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს. ჯეიმს ვების ტელესკოპით ჩატარებულმა დაკვირვებამ მთვარეზე დიდი რაოდენობით ყინული დააფიქსირა. ასე დადგინდა, რომ ნერეიდა ნეპტუნის თავდაპირველი სისტემის უკანასკნელი გადარჩენილი თანამგზავრია. მეცნიერთა განმარტებით, მილიარდობით წლის წინ ნეპტუნის სისტემაში გიგანტური თანამგზავრი ტრიტონი შეიჭრა, რის შედეგადაც პლანეტის ყველა ძველი მთვარე ორბიტიდან დაეძრა ან განადგურდა. ნერეიდა ერთადერთი ობიექტია, რომელიც ამ პროცესს გადაურჩა. ტრიტონის გრავიტაციული ზემოქმედების შედეგად მან ორბიტა შეიცვალა და ახლა თანამგზავრი ნეპტუნის გარშემო ერთ სრულ ბრუნს დედამიწის ერთ წელს ანდომებს. კრისტის აუქციონზე ამერიკელი აბსტრაქტული ექსპრესიონისტის ჯექსონ პოლოკის ტილო რეკორდულ ფასად $181 მილიონ გაიყიდა. ეს ნამუშევარი აუქციონების ისტორიაში გაყიდულ ხელოვნების ნიმუშებს შორის მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ტილო გახდა. ხელოვნების ისტორიკოსები ამ 3 მეტრიან შავი და წითელი ფერის წვეთოვანი ტექნიკით შესრულებულ ტილოს ისტორიაში პირველ ჭეშმარიტად აბსტრაქტულ ნახატად მიიჩნევენ. აქამდე პოლოკის ნამუშევრის სააუქციონო რეკორდი $71,200,000 შეადგენდა.